გამოიწეროთ არხი. იყო ერთი თოვლქმარი. ისინი ახალ დაქორწინებული იყვნენ და ბავშვებს ელოდებოდნენ. ჰყავს დაიან უყვარდა სალათის ფოთლები. ბოსტანში გამოილია და ქმარს თხოვა. მეზობლად ცხოვრები დადაქრის ბოსტნიდან მოეტანა. ღამით გაჩი გადაიტარა ბოსტანში. მოუტანა ფოთლები და ფორმად გემრიელად მიირთვა. მეორე დღესაც გადაიპარა კაცი ბოსტანში და უჩბად გაბრაზებული ხმამეს. რადგან ჩემ ბოსტანში შემოიპარე, შენი შვილი რო დაიბადება, მე უნდა მომჩევ. კაცი შეეშინდა, უთხრა კარგი და როცა დაიბადა ბავშვი, დადოქანმა წაიყვანა. მას რაპუნცელი დარგა. რაპუნცელი ისდებოდა და ლამაზდებოდა. ძილი ოქროსფერი თმა ჰქონდა. დადოქანმა ieჭვიანა. ესეთი ლამაზი გოგო არავინ მამკაცოსო და კოშკში გამოკიდა. როცა მასთან კოშკში მიდიოდა, ქვემოდან დაუჯახებდა. რაპუნცელ, ჩამოუშვინავი, მინდა რომ ავიდე. გოგონა თავი ოქროსფერ თმას ჩამოუშვებდა. დადოქარი ამ თმით კოშკში ადიოდა. ერთ დღეს ამ ქვეყნის პრინცმა ჩამოიარა. თანდრიდან რაპუნცელი დაინახა და მას შემდეგ ოდრინჯოდა კოშკთან და უთათვალებდა. გაიგონა როგორ დაუჯახა დადოქარმა, როგორ ჩამოუშვა რაპუნცელმა თმა. როცა დადოქარი წავიდა, პრინცმა კოშკთან მიირბინა. გაიმეორეს. რაპუნცელმა გამოუვიდა ოქროსფერი ნაწნავი. მაჩვილი ათოთდა და გოგონა ძალიან გაუკვირდა. ძალიან დიდხანს ილაპარაკეს. დრო ისე გავიდა და მოსაღამობდა. რაპუნცელმა პრინცი თხოვა ყოველდღე მოდიო. ერთ საღამოს დადოქარმა დაინახა როგორ ჩამოდიოდა პრინცი. ივარდა რაპუნცელთან და ოქროსფერი ნაწრავი მოაწერა. დაიყვანა უდაბნოში და იქ დატოვა. რანაირი მოგჩევა ახლა გოგოს მიტოვება. მეორე დღე მოვიდა პრინცი და დაიჯახა. რაპუნცელ, ჩამოუშვი შენი ნაწმავი. დადოქარ რაპუნცელი ნაწნავი ჩამოუშვა. პრინცი ავიდა. დადოქარმა თმა გადაჭრა. პრინცი მიტაზე ჩამოვარდა. გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, ვერაფერი დაინა. დაბრანდა პრინცი. შეყვარებული ჯებნაში. ბრმა პრინცმა ცხრანდა და შაზღვა გადაიარა. და ბოლოს უდაბნოში მივიდა. პრინცს შორიდან ნაჩნაბი ხმა მოესმა. მივიდა საყვარელ გოგონასთან. რაპუნცელის სიხარულისგან ტიროდა. ორი ჭვეთი ჩრემლი იმ თვალებიდან მოხვდა და მოიშაოცე. ხაჯოლობა დაუბრუნდა. დაიყვანა რაპუნცელი თავის სასახლეში და დაქორწინდნენ. რაც შეეხება ბოლოს დადოქარს, ის თავისი კოშკიდან ვეღარ გამოვიდა და გამოხდა სული. დასრულდა ეს ზღაპარით. მოვა ზღაპრამდე. გამოიწეროთ არხი.